ყვება, ჭამა, მაგრამ ყვება, როგორც ვიცით, ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც არსებობისთვის აუცილებელია, თუმცა არსებობს განსხვავება ფიზიკური შიმშილის და ემოციურ შიმშილს შორის. ალბათ სწორად დავსვი ეს საკითხი, თუმცა უფრო ზუსტად ამ თემაზე, რა თქმა უნდა, გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარიამ ნიკოლაშვილი დილამშვიდ. მოგესალმებით. გვიხარია მარიამ, რომ ხარ ჩვენი სტუმარი და მოდი პირველ რიგში დავიწყოთ აი სწორედ ამ თემით, რაც კოკო ახსენა ხო, რა განსხვავება ემოციურ ჭამასა და ფიზიოლოგიურ შიმშილს შორის. სანამ მაგას განვასხვავებთ, როგორც ზოგადად ცოტა ოდნავ შორიდან შეასაბალს გავაკეთებ თქვენის ნებართვით. ზოგადად ადამიანი სხვა ცხოველებისგან ჩვენი ცხოველები ვართ გასაგებია სამოქალაქო ცხოველი გვქვია ძველმა ბერძნებმა ეგრეთ აგვარქვეს ამის გარდა ჩვენ გვახასიათებს კვებასთან ემოციური კავშირი ანუ სხვა ცხოველებს მე ზოოლოგია ძლიერი მხარე არ არის ჩემი მაგრამ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რომ რომელიმე ცხოველი დასტრესილი როცა მაშინ რაღაცა იჭერდეს ანტილოპას და ჭამდეს პირობიდან. ადამიანს აქვს ემოციური კავშირი და მე არ შემოხვედრე არც ერთი ადამიანი, რომელიც მარტო იმიტომ ჭამს, რომ გადარჩეს. ანუ ყველას რაღაც გვახსენებს, ბავშვობას, ოჯახს, შეიძლება ბებიას, მეგობრებთან შეხვედრა ასოცირდებოდეს რაღაცა კონკრეტული ტიპის კვებაზე და ამიტომ ჩვენ არ ვჭამთ მარტო იმისთვის, რომ გადარჩეთ და ნუ მეორე დღემდე გავატანოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ჭამთ, იმიტომ რომ სიამოვნებს და ჭამასთან გვაქვს ემოციური კავშირი. ხო და აი ამიტომ გახდა საჭირო და მე გახდა კიდე ერთ-ერთი ვარიანტი ემოციური კვება, ანუ განსხვავებით სხვა ცხოველებისგან ადამიანს ახასიათებს ემოციური კვება. ეხლა უშუალოდ კითხვას რაც შეეხება, ფიზიოლოგიური შიმშილი არის შიმშილი, როდესაც გლუკოზის დონე იწყებს ვარდნას და როგორ თავის ტვინისთვის მოგეხსენებათ, ყველაზე ტოპ პირველი ენერგიის წყარო არის გლუკოზა და როგორც კი იწყებს ეს გლუკოზის მარაგი განლევას და ქვემოთ ჩამოსვლას ადამიანს ეწყება მოუსვენრობის შეგრძნება კუჭნაწლავით ცდილობს რომ მიგახვედროს რომ გშია და ამიტომ იწყება ეს მუცლის ყურყური და მოძრაობა და ხმაური რომელიც უსიამოვნოდ შეიძლება გამოისახოს და ადამიანს რაღაცა ფოკუსირება უჭირს სხვა რაიმეზე თუ არ ჭამა ნუ ვერცემს ასევე ხასიათი იცვლება ღიზიანდება ჩხუბობს და ნუ მოკლედ მთავარი ამ შემთხვევაში მოტივი არის ის რომ როგორღაც დაიკმაყოფილოს ეს შეგრძნება იმიტომ რომ თავის ტვინი ამ დროს განიშნებს რომ არ მაქვს ენერგია არ მაქვს საკვები ემოციურ ჭამას რაც შეეხება ემოციური კვება არ არის დაკავშირებული შიმშილთან დაკავშირებული არის ემოციასთან, დაკავშირებული არის სტრესთან, ეს არის ბევრნაირი გადაღლა, ეს შეიძლება იყოს მოწყენილობა და ამ დროს არა შიმშილის გამო ადამიანი იწყებს რაღაცაზე ყურადღების გადატანას. ანუ ეს არის რაღაცაზე ყურადღების გადასატანი საშუალება და როგორც წესი, ამ დროს ორგანიზმი რაღაცა კონკრეტულს ითხოვს, ანუ რაც მისთვის არის ეგრეთ წოდებული კომფორტ საკვები. ძირითადად ეს არის ხოლმე არა რა თქმა უნდა არა ჯანსაღი საკვები. მე არასოდეს არ მინახავს ადამიანი რომ აი ეხლა ბროკოლის შეჭამდა კაცი ეთქვას, ანუ ძირითადად ეს არის fast food ეგრეთ წოდებული და ძირითადად არის ხოლმე ტკბილი, ცომი და ნამცხრები. აი ეს არის და ამიტომ ემოციური კავშირი შიმშილთან არ არის დაკავშირებული. როგორც კი იწყება ემოცია, ადამიანს შეგრძნება უჩნდება რომ აი ეხლა უნდა ვჭამო. ნუ სინამდვილეში ოღონდ არ შეა. თუმცა არის ორი ფაქტორი, ხო? ერთი არის თქვათ თქვენაც ახსენეთ ახლა, როდესაც ემოციურ ფონზე პირიქით გინდა რომ არაჯანსაღი საკვები მიიღო, მეორე არის სტრესის დროს, როდესაც პირიქით ვერ მიირთმევ, ხო? ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, რა ხდება ამ დროს? როდესაც ეს უფრო ნაკლებად იშვიათია ხოლმე, როდესაც ვერ ჭამენ. ჩვენთან ორგანიზმში მადას და სიმაცხრეს არეგულირებს, არ ვიცი, რამდენი პირობითად 20 მოლეკულა, 20 სხვადასხვა მოლეკულა. ძირითადი ცენტრი გვაქვს თავის ტვინში, რომელსაც ქვია ჰიპოთალამუსი, სადაც გვაქვს სიმაცხრის და შიმშილის ცენტრი. ეს სიმაცხრის ცენტრი, აი დავუშვათ ცხოველებზეა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანებზე არ არის ესწრები ჩატარებული. ამ სიმაცხრის ცენტრს თუ გააღიზიანებთ, რაც არ უნდა ნაკვები და დანაყრებული იყოს ორგანიზმი, მაინც აგრძელებს კვებას. ანუ ესე უკონტროლო ხდება. რაც შეეხება სიმაცხრის ცენტრს, თუ ელექტრულად მას გააღიზიანებთ, რაც არ უნდა მადის აღმძვრელი საკვები დაუდო ამ ცხოველს, ძირითადად ვირთვაკვები არის ხოლმე, არაფრით არ მოკლედ იწყებენ კვებას.
ანალოგიური ცენტრები გვაქვს ჩვენთან, ჩვენს ორგანიზმში და ჩვენთან დაახლოებით, ну, როგორც თქვი, რაღაც ძალიან ბევრი მოლეკულები აკონტროლებენ. ამაზე პასუხისმგებელი არის კუჭნაწლავის სისტემა, კუჭნაწლავს აქვს თავისი ჰორმონები, რომლებსაც ინკრეტინებს ვეძახით, ცალკე კუჭი თვითონ, ცალკე ცხიმონი ქსოვილი თვითონ ის ნეირომედიატორები, რომლებიც თავის ტვინში არის და იმის მიხედვით ადამიანს როგორი ბალანსი აქვს ამ ნივთიერებებისა, შეიძლება მადამ უფრო მოიმატოს და შეიძლება მადამ უფრო ანუ ისედაც მიდრეკილება როგორი კვებისკენ ქონდა. ანუ ისედაც მე მინახავს ხშირად რომ აი ეხლა ბოლო დროს უფრო მთხოვს და ძირითადად თხოვს იმას რაც უყვარს. იმიტომ რომ ბავშვობიდან მოდის ეს ჩვევა და ამიტომ ძირითადად აი ნამცხვარს თხოვს ორგანიზმი. ვიღაცას ნაყენს, ვიღაცას შოკოლადს, ვიღაცას მაკდონალდს პირობითად და ასე შემდეგ. ორივე რა თქმა უნდა არის სერიოზული ჯანმრთელობის დარღვევების გამომწვევი, რამდენადაც უმადობამ მერე თავის მხრივ წონის დეფიციტი გამოფიტვა, სხვადასხვა ტიპის კვებითი ანემიები შეიძლება გამოიწვიოს, დაბალი არტერიული წნევა, შეკრულობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ემოციურ უკვე ჭარბკვებას, აქ უკვე წონის მატება არის ყველაზე მეტად რაც აწუხებთ. და ნუ გლუკოზის დონის დარღვევა და თუ ისედაც მიდრეკილება ქონდათ, ამ შემთხვევაში შაქრიანი დიაბეტის გაუარესება და რა არის იცით, ემოციის გამო დაიწყეს, ანუ სტრესი როგორ თქვა, რაღაცის გამო წუხდნენ და ამის გამო გადაწყვიტეს რომ თავით დაიწყნარონ და დაიჯილდოვონ ტკბილი საკვებით. ეს გრძელდება მუდმივად, რომელიც ამატებინებს წონაში, წონაზე უფრო ცუდ ხასიათზე დგება და უფრო მეტად წუხს ამ თემაზე, კიდევ უფრო დასტრესილია, მერე კიდევ უფრო მეტად და ესეთი ციკლი, რომელსაც ესეთი მანკიერი წრე არის, იკვრება და რაღაც მომენტში ვიღაცამ უნდა ურჩიოს, ან მეგობარმა, ან ოჯახის წევრმა, ან თვითონ აი მომბეზდა დავიღალე უკვე, ასე ვარ და ბოლოს უნდა გადაწყვიტოს, რომ აი ვიღაცასთან გაიაროს კონსულტაცია, რომელიც ერკვევა ამ საკითხს. ჩვენ ეხლა დიდი ხანია უკვე ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ვართ შესაბამისად, ხანდახან მგონია რომ ადამიანმა უნდა მისცეს უფლება საკუთარ თავს რომ დაასაჩუქროს მოკლედ. არის თუ არა ეს სწორი რაც თქვი ახლა? კი, თუ ეს ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს, აი განსაკუთრებით რაიმე სერიოზული როცა ხდება, უძილო ღამე იყო, რაღაცა საშინელი დღე იყო სამსახურში, ან რაღაცა, ნუ ზოგადად ჩვენ ქვეყანა აგვანებირებს მაგეებით, რომ შეგიძლია ყოველ დღე უარესი ნახო და რაღაცნაირად ეგუები. და კი, ხანდახან საჭიროა. უბრალოდ მე სტუდენტებსაც ვეუბნები ხოლმე, ადამიანის ორგანიზმი არ არის დაპროგრამებული ისე, რომ მას უნდადეს დესერტი. ან დესერტი ეს ევოლუციურად ხო ჩვენ წინაპრები არ ჭამდნენ. ანუ მე უკვე ჩვენი გამოგონილია, ჩვენი გალამაზებულია და ძალიან მაგის აღწევ ზუსტად მაგიტომ რომ საკუთარი თავი დაიჯილდოვო. და ამიტომ ხანდახან მეც ვფიქრობ და მე თვითონაც გამიკეთებია ეს რომ აი ხანდახან მოდი არ მაწყენ და მე ახლა რაღაც ხო, აი როგორ ზუსტად ეგ მაინტერესებდა. და გააკონტროლო, კი, დაიჯილდოვება ერთხელ, მაგრამ ეს თუ ყოველდღიურად. ხო, აი ეს არ უნდა გახდეს უკვე ჩვევა, ეს არ უნდა გახდეს რუტინა, რომელიც მე უკვე მართლა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე აისახება, თორემ ესეთი იშვიათად რაღაცა პირობითად ჩიზკეიკი არაფერს არ აშავებს. აი როგორ უნდა გავაკონტროლოთ, რა ფიქრები უნდა გქონდეს, რომ არ გადაგვივიდეს, აი ამ ციკლში რო არ შევიდეთ, ცოტა ხნის წინ რაზეც საუბრობდით. მე მაგალითად მინახავს პაციენტები, რომლებიც რაღაცა რთული პირობები აქვს საცხოვრებელი, არ მუშაობს რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო და არის მთელი დღე სახლში და მთელი დღე ნერვიულობს რაღაცაზე. ხელმისაწვდომია საკვები, ანუ სხვა ვარიანტი, სხვა ჰობი, სხვა სიტუაცია არაფერი არ არის, ანუ ვარიანტები არ აქვს, რომ სად შეიძლება გადაყოლოს გული და ყველაზე მარტივი რაც არის ის რომ საჭმელი არის სახლში. და ამით ცდილობს რომ ყურადღება გადაიტანოს იმ თავისი რაღაცა რეალური საწუხარისგან. როგორ უნდა გავაკონტროლოთ? იცით რა არის? ესეთ დროს პაციენტი ამბობს რომ მე რაღაცა ძალიან ხშირად, აი ამას ქვია მუდმივი წაღემსება სნეკინგი. რაღაცა საათში ერთხელ არ შეიძლება რომ ადამიანს ნორმაში საათში ერთხელ შევდებოდეს. ესე იგი არ იკვებება სწორად. და უნდა თვითონაც დააკვირდეს, ან იცით რა, თვითონ ცოტა რთულია ხოლმე ეგრევე შემჩნევა. ის სანამ რაღაცაზე არ აისახება როგორც წესი, ან ვიღაცა მიუთითებს ხოლმე, რომ აი ასე შეიცვალა შენი ქცევა. ამ შემთხვევაში რომ დააკვირდეს თვითონ და მოისმინოს საკუთარი თავის, რომ აი დავიჯერო ასე ხშირად მშვიდება არასოდეს
მივიდეს ადამიანს არ შევდება თუ ნორმალურად იყვება საათში ერთხელ. და ის საათში ერთხელაც არის ძირითადად მაღალ კალორიული, მარტივი ნახშირწყლები, რომლებიც არის ან ძალიან მარილიანი, ან ძალიან ტკბილი, რომელიც არაფერში არ ადგება რეალურად ორგანიზმს, გარდა იმისა, რომ გლუკოზას უწება აწევს სისხლში, მაგრამ და ამის გამო მე შეიძლება ადამიანს საერთოდ კვება გამოტოვოს, ან ძირითადი კვება გამოტოვოს, იმიტომ რომ ეს პატარა-პატარა რაღაცა წახემსებები ანაყრებს. კი ანაყრებს იმ მომენტში, მაგრამ არ აქვს ცილა, არ აქვს ვიტამინი, არ აქვს ესენციური ამინომჟავები და კუნთი იფიტება, ანემია ვითარდება, მე ანემიას ახასიათებს კიდე გაუკუღმართებული გემო, ან ვერ ხვდება ზოგადად რა უნდა, რა სიტყვის. კიდე სულ სხვა რაღაცას მიამატებს და აბსოლუტურად არა ჯანსაღად საბოლოოდ კი ნაკვებია ან თვითონ ესე თვლის მე არ მთხოვს ორგანიზმის საჭმელს, მაგრამ არის გამოფიტული და ძალიან გადახლილი. მარიამ, ხდება თუ არა ესე ბავშვების შემთხვევაშიც? მე არ გულისხმობ, აი სულ პატარა ასაკს, ჩვილობის ასაკს, როდესაც მშობელი გაწერილ რეჟიმში აჭმევს თქვათ ბავშვს, ოდნავ მოზრდილ ასაკში, ბავშვებში, მოზარდებშიც არის თუ არა ესეც ნიშნები იმის, რომ რაღაცა უკვე სტრესულ მდგომარეობაშია ბავშვი და ყურადღება უნდა მივაქციოთ. ბავშვებთან როგორ არის იცით, ჩვენ ვუყალიბებთ ცუდ ჩვევებს. ჩვენი ბრალი, ანუ მშობლების სწორჩვევებსაც ჩვენ ვუყალიბებთ. სწორჩვევებსაც ჩვენ ვუყალიბებთ და ვუყალიბებთ არასწორ ჩვევებს. ანუ როდესაც ბავშვისთვის აი შენ თუ კარგად მოიქცევით, მე შოკოლადს გიყიდი, ეს აღიქმება როგორც ჯილდოდ, სამომავლოდაც ეს ექნება ყოველთვის გამძლარი და როცა იქნება რაღაც პირობითად 27 წლის ან 65-ის მაინც ექნება, რომ აი შოკოლადი ჩემთვის არის ჯილდო. ამიტომ რაღაცნაირად თავიდანვე ჩვენ თვითონ უნდა ჩამოუყალიბოთ ეს და ბავშვი არ უნდა თვლიდეს, რომ შოკოლადი არის რაღაცა მიუწვდომელი პროდუქტი, რომელიც მარტო იმ შემთხვევაში თუ მოიქცა კარგად და თუ მიიღო რაღაცა მაღალი ქულა დაუშვათ სკოლაში. ხო და კი, ბავშვებშიც შეიძლება ეს მიუთითებდეს უკვე არასწორ ჩვევებზე, რომელიც ოღონდ ჩვენი ბრალია, ჩვენი მშობლების და ამას რომ ვამბობ ხოლმე მშობლებთან, ბევრთან მithქვამს, რომ აი თუ შეიძლება კარაქიან ჯემიან პურს, ნუ აჭმევთ ბავშვებს, ნუ რაღაც ცოტა ეჭვის თვალით მიყურებენ, რომ აი ეხლა თქვენ არაფერი არ მოგწონთ და რაღაცა ახალი თაობა მოიგონებთ ხოლმე რაღაცას. მაგრამ რეალურად თუ დაფიქრდებით, ანუ მოდი ეს ჩემი ანტიპათია ჯემის მიმართ. ჯემი არის რაღაცა პირობითად ამდენი კილო ხილი, რომელიც სასარგებლოა და ვიტამინები აქვს, უჯრედის აქვს გადასარევია. ყრი ცხელ წყალში, ნუ მე ატუღებ, ყრი რამდენიმე კილო შაქარს, ჩვეულებრივ შაქარს, რომელსაც ზოგადად არავის არ ურჩევს და არავინ არ უნდა ვჭამოთ. არც ყავისფერი და არანაირფერი, მაგრამ ნუ კაი, პირობით თეთრი ჩავყარეთ, ვხარშეთ. ესე იგი, რაც რამე ვიტამინი იყო, ხო აღარ არის, რაც რამე კალორია სასარგებლო იყო, ხო აღარ არის, ეს უჯრედისიც აღარ არის და დარჩა შაქარია ჩვეულებრივი. ანუ იმას სარგებელი, იმაზე უკეთესი, ვიდრე რაღაცა მაღაზიაში ნაყიდი წვენი, არაფრით არ არის. ეს უბრალოდ ძალიან რთულია აუხსნა ბებიას, დეიდას, მამიდას, რომელიც მთელი გულით თავაზობს კომპოტს და შენ ცვამ, იმიტომ რომ ბავშვობაში ეს მეტი არ ქონდა და ეს იყო რაღაცა კომპოტიც არა? ხო, არა, არც კომპოტი და არც ჯემი და ჯემი კიდე უფრო ისეთი როგორი მეტგაცრუებული თვალები. პურთან ერთად ჭამკიდე, ანუ პური პლუს კარაქი და პლუს ჯემი და ესე იგი ნული სარგებელი ამ ბავშვს დღის განმავლობაში. სამაგიეროდ ფრეშ წვენი, ასე ვთქვათ. ხო, ფრეშ წვენი. დაწურული, ცოცხლად დაწურული ხილის წვენი. კი. არის სასარგებლო. კი, ბატონო, კი. მეორე რაღაც ხონდა მეთქვა. მეორე კინაზე ხონდა და მედრა. სტრეს ფაქტორებზეც მინდა ვისაუბროთ, რა შეიძლება ჩაითვალოს სტრეს ფაქტორებად, რომელიც კვებაზე აისახება შემდეგ. არის თუ არა ამ შემთხვევაში ძილი კავშირში, ჰორმონალური დისბალანსი კავშირში, ასევე გადატვირთული რეჟიმი, არასწორი რეჟიმი ესეც შეგვიძლია ვთქვა. გასვია კი, ეგრევე. იმის გარეშე, დაფიქრების გარეშე. სხვა შორის ამასაც იკვლევენ ამერიკელები, რომლებიც, არ მოგწონს და არ გვაინტერესებს ამ ბოლო ტენდენციებიდან ეს გარკვეულ ნაწილს თურმე რომ ამ სადაც ყველაფერი იკვლევა, სადაც ყველაფერი ტკიცდება და რითიც ჩვენ რეალურად ხელმძღვანელობთ, თურმე არ უნდა მოგწონს. ხო, ამას იკვლევენ ამერიკელები, რომ რა არის მიზეზები იმისა, რომ გლობალურად პანდემია გახდა უკვე სიმსუქნე
და ნუ ეს ხო გასაგებია გენეტიკური მიდრეკილება, კვება, გასაგებია ყველაფერი. აღმოჩნდა რომ არსებობს კიდე ძილის ნაკლებობა, ხო? ჩვენ ადრეც ვისაუბრია ამაზე და ძილის ნაკლებობას რატომ აისახება პირდაპირ არასწორ კვების ჩვევაზე, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ნუ პირველ რიგში აი ვართ გამოუძინებელი, უძინებია, ხო? ჯერ ერთი ჰორმონები, ეს ძილღვიძლზე რომელიც არის პასუხისმგებელი, ცოტა თავდაყირად დგას. მაგრამ ჰორმონებს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ გამოუძინებელ ადამიანს არ აქვს ენერგია. აი ესე რომ აი ხალისი мотиваცია რომ ამიტომ თუ კი დღეს მაგალითად მე უნდა სპორტ დარბაზში წავსულიყავი დამეზარება და არ წავალ, იმიტომ რომ გამოუძინებელი ვარ და პლუს გამოუძინებელი რო ხარ, საკუთარ თავი გეცოდება, აი რაღაცნაირად ხარ რა, საწყალი ვარ ხო და საწყალი რო ვარ, მოდი რაღაცით ეხა საკუთარ თავს დავიჯილდოვებ, იმიტომ რომ სხვა ყოველ დაგაჯილდოვებ შე რო გამოუძინებელი ხარ, ჩვენთანაც გამოუძინებელი ეს თავის პრობლემა. ანუ მე ეხა კი იუმორს ყვები ამას, მაგრამ რეალურად ესეა. და თავს იჯილდოვებ აუცილებლად რაიმე ისეთით რაც გიყვარს და კიდევ ერთხელ მომაბ გიყვარს რაღაცა განსაკუთრებული, რომელიც შენთვის ასოცირდება გემრიელ კვებასთან და ნუ პლუს მე ფიზიკურად არ აქტიურობ, იმიტომ რომ გამოუძინებელი ხარ ხა სად ვიარო მე და პლუს აქ ცალკე ჰორმონები, რომელიც სტრესის ჰორმონები არის დარღვეული და ეს სამი ერთად გადასარევ იმას ქმნის ფონს, რომ სამომავლოდ ადამიანმა მოიმატოს წონაში. ანალოგიურად არის გარკვეული ჰორმონული დარღვევები არის, რომელიც მადას ამატებს პირდაპირ აისახება და მე იმის მიხედვით მე ნახეთ მე მაქვს მადა მომატებული, მაგრამ ჩემი პრეფერენსები და ჩემი როგორ ვთარგმნო შევიცდები დაგეხმაროთ. ხო, ანუ ჩემი არჩევანი საკვების სხვანაირია, თქვენი სხვანაირია, ამიტომ ჩემი მადის მატება შეიძლება გამოიხატოს, რომ მე ვჭამოთ ხილი რაღაცა 1 კილო და თქვენ ჭამოთ შოკოლადი 1 კილო. ხო, შესაბამისად სხვადასხვანაირი დარღვევები განვითარდება მერე. მაგრამ აქაც ცალსახად ჰორმონული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის და პანკრეასის განსაკუთრებით და სტრესის თერმოზა და ჯირკვლის მადის მატებით ხასიათდება. დაახლოებით 2 წუთი დაგვჭირდა და მინდა რომ ესეც მოვასწროთ, როგორ არ უნდა მოვიქცეთ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ სტრესულ კვებასთან გვაქვს საქმე და როდის უნდა მივმართოთ უკვე სპეციალისტს. მათ შორის ენდოკრინოლოგს, ასევე კვებით ფსიქოლოგს, ხო? დიახ, როგორ არის იცით, ყოფილა რომ პაციენტი არის და გეუბნება ასეთი ტიპის კვება გვაქვს. ჩვენ ვაკეთებთ კვლევებს და მე ვიკვევთ რეალურად არის ეს ფიზიკური რაიმე იწვევს ამ მადის მატებას თუ არის ემოციური. თუ ძირთადად ორივეა ხოლმე და ნუ ჩემი კუთხით ვერევი მე როგორც ენდოკრინოლოგი და ასევე ჩვენ კი იცნობთ ყავს კვების ფსიქოლოგი გადასარევი და ვამისამართებთ მასთან. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა კომპლექსური პრობლემა. აი თუ უბრალოდ ადამიანი დაფიქრდება 1 წუთით და თავის თავს მოусმენს იმის ნაცვლად რომ აი ხა მე გავხსენი Facebook-ი და კაი არაფერი არ იწერება რაღაცა დღესაც რაღაცა სისულელე კანონი მიიღეს ხო პირობითად. ამაზე მოგეშლება ნერვები და იმის ნაცვლად რომ ჭამო მე კარადიდან გამოვიღო. დაფიქრდა რომ არ მშია რეალურად. ანუ მე ამისი გადატანა ხო შემიძლია რაღაცა მუსიკას მოусმენ ბოლო გავისერნებ. ეს არის რეკომენდაცია არის ხოლმე რომ მეგობარს დაურეკეთო. იმის ნაცვლად რომ ჭამო, ეხი მეგობარს დაურეკე, ისიც გაბრაზებული იქნება შენ დაბრაზო. ყველა ბედნიერია, არ მიგვიღია ზედმეტი კალორია და და კიდე ერთი რეკომენდაცია არის, რომელსაც ამასაც ნუტრიციოლოგები გვაძლევენ, რომ ესეთი საკვები საერთოდ ნუ გაქვთ სახლში. ანუ არ გაგახსენდება, ხო, ხშირად არ მახსოვდა და მოდი შევჭამ. ანუ რეალურად არ გინდოდა, მაგრამ უბრალოდ დაინახე და მოგინდა. ამიტომ თუ არ გაქვს, შეიძლება მაღაზიაში აღარ ჩახვიდე და აკეზაროს და ყველა ბედნიერია ანგაც. ესე მარტივად რომ მოკლედ, უნდა გავითვალისწინოთ მარიამის რეკომენდაციები იმისთვის, რომ მე ჩვენ თვითონ არ შევიქმნათ ჯანმრთელობის პრობლემები და კიდევ დამატებით სტრესი არ მევიღოთ. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ.